გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მშვიდობიანი დღე სულ ერთმა მშვიდობა მოგცეს, მოკლედ. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ესე იგი, ყოველდღე მძიმედ მიდის საქართველოში საქმე და სიტუაცია. ხედავ ხალხს და კატეგორიას და საერთოდ ხალხის დიდ მასას, რომელიც არის საერთოდ ბრძოლის უნარო, რა ერთ სიტყვით რა. იმიტომ რომ არ ვიცი, ყველანაირად იმპოტენტები, მით უმეტეს ეს ახალი თაობა წამოსული ბავშვების, არ ვიცი, საერთოდ ბრძოლის უნარონი არიან პრობლემების წინაშე. აი რატო ვიძახი ამას რა, იმიტომ რომ გუშინ მოხდა ესეთი შემთხვევა, მე თვითონ პირადად შევესწარი სიტუაცია, სადაც ქართველი მისდევდა ვიღაცა არაბს მისდევდა და რაღაცა დედის გინებით და შენი დედა, შენი ისე, შენი ასე და მივედი მეთქი რა ხდება მეგობარო, ხომ მშვიდობა გაქვს. ჯერ თავიდან მეგოდნენ რომ არ იყვნენ ეს ქართველები არ იყვნენ რა, და მეთქი არაბები ჩხუბობენ რა და მეთქი მშვიდობა გაქვს ძმა და აიო ნახეო რა მიქნაო და უკან უყურებ თავიდან სისხლი მოსდის თხრიალით და თვალები აქვს ჩაცრემლიანებული რა ესე რა და კაროჩეო სპრეი შემასხაო რაღაცა რა, რო იყიდება გაზის სპრეი. ეს შემასხაო ამ არაბმაო და უკანო რაღაცაო ჩამარტყაო რა, ეთყობა ეს რო შეასხა, მე ალბათ თავს თვალებს იწმინდავდა ან რაღაცა ესეც აკეთებდა და იმან დრო იხელთა და დაარტყა თავში. მე დავიჭირე ეგრევე ეს ბიჭი გარბოდა, თავის დედასთან ერთად იყო, ბედი მაგისი, დედასთან ერთად იყო, დავიჭირე ეს ბიჭი. ხო და მოკლედ მოხდა ისე რომ იმ ბიჭმა კარგად უთავაზა, ეხლა ორი კაცი ხო არცემდა არა, ეხლა რა ქართული საკადრესი არის მაინც. ხო და მე დედამისი ჩადგა შუაში, ხაოდა, ყვიროდა, რაღაცა არაბულად მთელი ამბები და მე მოხდა ისე რომ ვიღაცა კიდე ერთი ცოტა ხნიერი არაბი მოვიდა და რაღაცა გაშველების ამბავში იყო, ხალას გეყოფათ, ხალას ნიშნავს გაჩერდით, ანუ გეყოფათ საკმარისია. რაღაც გაშველების ამბავში იყო ეს ვიღაცა მოსული არაბი და მოკლედ გაიქცნენ ესენი, ეს ბიჭი გაიქცა დედამისთან ერთ, დედამისმა უცებ გააქცია აქეთ-იქეთ და აი ყველაზე გამოუგნებელი იყო ჩემთვის ის რომ ერთი გაჩერება ქართველი ხალხი იდგა გაჩერებას, ერთი გაჩერება. იდგნენ ქალებიც, იდგნენ, რავი, ბიჭების დასრულები, რავი, ხა ყველასთვის არ შემიხედია, მაგრამ მამაკაცები იდგნენ. არავინ გვერდში არ დაგვიდგა, რომ ამ არაბისთვის ენახებინათ, რომ რასაკეთებ, ეს საქართველოა, შენ ისე, შენ ასე. ბიჭო, ამდენად ბრძოლის უნარონი რომ ვართ, ეს საშიში არის რა. იმიტომ რომ ხვალ და ზეგ რომ მოგვიწიოს ჩვენ მართლა ფიზიკური ხელჩართული ომი და ბრძოლა აი ამ არაბების წინააღმდეგ, მე აქ ვერ ვხედავ რაღაც ისეთ ადამიანებს, რომლებიც რა გვერდში დადგებიან და რაღაცა საჩხუბარი რო იყოს ვიჩხუბებთ რა. ვერ ვხედავ რა, არიან კატეგორია კი რა თქმა უნდა, ხა ყველაზე არა მაქვს, მაგრამ ის კატეგორია ცოტა ხალხია კაცო. როგორ აი ჩხუბი თუ არ შეგიძლია გვერდზე მაინც გამოდი და სიტყვა მაინც მომაწიე და გვერდში მაინც დამიდექი კაცო. მე არა მაქვს საუბარი ქალებზე, რაღაცა ხეიბრებზე, ვიღაცას რაღაცა ისეთი ან ფეხით ყივა, ან თუნდაც რაღაცა ისეთი ჭირს. მე არა მაქვს მასეთ ხალხს. ნორმალურად ჯანმრთელად, რა ვიცი, რო გამოიყურები ადამიანი, ხო უნდა კონდეს იმის შეგნება, რომ თან ეს კაცი ყვირის რომ კი მარაო, კაცო, ქართველები ვართო, ასეო, ისეო, გვერდში როგორ არ იმსაო, მოდითო ხალხო გვერდში, ამოგვითეკით, ქართველებო, ყვირის. კაცმა ფეხი არ გაანძრია არავინ საერთოდ. ბრძოლის უნაროა საქართველოს ერი მთლიანად, ქართული ერი მთლიანად არის ბრძოლის უნარო.
იმპოტენტები არიან, დაქვეითებული საერთოდ ყველანაირად. ახალგაზრდებს უყურებ და რავი, აი ტიპები დადიან და საერთოდ რო შეხედა ვითომ რაღაც ტან აყრილები, რაღაცა ფიტნესი, რამე რუმე და აი იმის რაღაცა ჩიტის გულებით თო როგორ მაგის დედავატირე ხვალ და ზეგრო მართლა ჩვენ რაღაცა ესეთი პირდაპირ ექსკალაცია მოგვივიდეს მაგ ხალხთან როგორ არ უნდა ვიყოთ ერთობით მზად რომ ამ ხალხს ვანახოთ ქართული ძალა ვანახოთ ის ძალა რომელმაც დღემდე მოგვიტანა საქართველოში ქართველები ნუ რაც არის ეგ არის და გამოწვეული მე ფიქრობდი საიდან შეიძლებოდა რომ მეთქი ესე როგორ დაბეჭავდა საქართველოს და ქართველი ხალხი განა იყო ასე ყოველთვის არ იყო ესე არ იყო მე არ მახსოვს მასე რო ყოფილიყო მე კარგად მახსოვს უბანში რამე პატარა ალიოქოთი რომ მოხდებოდა მთელი უბანი გამოდიოდა დღეს მასი არ ხდება აღარ არის მასე დგანან რეკავენ პოლიციაში პატარა ალიოქოთზე აი ეს ვინ გამოიწვიეთ იცით სანაკებო პატრიოტი ხალხი როდგანან დღეს რუსთაველზე და 457 დღე რო არ აქვთ და გაზის სპრეი და ციცაკის სპრეით რო დარბიან და რაღაცა ეს ფემინისტური აზროვნების მქონე გინდა ქალები და გინდა კაცები რო დგანან მაგათმა გამოიწვიეს ზოგადად ლიბერალების და ფემინიზმების ბრალი არის რა წისქვილი სხვაც ტრიალებს მაგათ თავზე თლიანად ნაცადი კანონები რაც მაგათმა სახელმწიფოს მიაღებინეს ჩვენზე ჩვენს გამო რა ნებისმიერად ვინც ნორმალურად აზროვნებდა და ვისაც მიუღებელი იყო რაღაცა გარკვეული ღირებულებები აქ საქართველოში ეს ბოზები რო ამკვიდრებდნენ აქ რაღაც LGBT და იმის უფლებები და ამის უფლებები რომ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე და თანასწორობა დავიცვათ უნდა ვიყოთ ესე აგერ საყურიანი ბიჭი ცემეს აგერ ისქნეს აგერ ესქნეს სად არის ხელისუფლება სად არის მთავრობა და მიაღებინეს კანონები თითის დადებაზე მიაღებინეს კანონები ანტიდისკრიმინაციული კანონი თუნდაც თქვენ დედა არღნიანებო თქვენ მიაღებინეთ ეგ კანონი თქვენ მიაღებინეთ ეგ კანონი და შენ რომ ხვალ ვიღაცამ არაბმა აი ესე ციცაკის სპრეი შეგასხას და ისე რომ ვერ დაუმტკიცებ შენ რომ რაღაცა იყოს პოლიციაში და საქმის იმაში და რაღაცა ან ისე რომ ჩაგარტყას და შენ რომ დაარტყა ხელი ის დარეკავს და გიჩივლებს შენ იმაში რა ქვია სტრუქტურაში და შენ გაგამტყუნებენ იმიტომ რომ ეს ტურისტია ეს საპატე სტუმარია სტუმარი ღვთისა თქვენი ბრალია რომ ხალხს ბავშვებს აუნერგავდით ყოველთვის იმას რომ აი რაღაცა რომ მოხდება უნდა დარეკოთ პოლიციაში აი რაღაცა რომ მოხდება არ ჩაერიოთ ჩხუბში და კანონის უზენაესობა არის და დაგიცავთ პოლიცია და აი თქვენი ბრალია თქვენ მიაღებინეთ ეს დღემდე მიიყვანეთ საზოგადოება იმ დონეზე მიიყვანეთ რომ ვისაც ხმა უნდა რომ ამოიღოს ვეღარ იღებს ხმას ვეღარ იღებს იმიტომ რომ ეშინია ძმაო იმის ეშინია რომ ეს რავი ამ სისტემის მანკიერი და ნაბოზვარი კანონები ადგებიან და იმას რა ქვია ისევ ამ კაცს დაიჭერენ აი მაგის ეშინიათ თქვენი მოსაქმებულიდან გამომდინარე და ძალიან მიხარია აი თქვენივე შედგენილი კანონები რაც უკარნახეთ სახელმწიფოს ოცნებას 2013 წლიდან 2020 წლამდე და თქვენზე რო კარგად მოქმედებს აი მე ბედნიერი ვარ რა ძალიან ბედნიერი ვარ გახსოვთ ხო როგორ ითხოვდნენ თუნდაც
რა ვიცი, ანათემას გადაცემას იმ ქართველი ადამიანების, რომლებიც ან დროშას წვავდნენ ევროკავშირისა, ან რაღაცა ისეთ მიუღებელ რაღაცა მანკიერ რაღაცას აპროტესტებდნენ, თუნდაც ამ კიდევ შევეხები ამ რაღაცა პრაიდების და რაღაცეების თემ და დაიჭირეთ, დასაჯეთ, გახსოვთ, ხო? ხო და ძალიან მიხარია, რომ თქვენ აი ახლა თითის გადაბრუნებაზე რომ გიშვებენ იმაში, რა ქვია, ციხეებში. თქვენი ბრალია, რაც გააკეთეთ. თქვენიდან გამომდინარე ხდება, რაც გააკეთეთ. გზის გადაკეტვაზეც რომ ამხელა უკვე ის არის ადმინისტრაციული ჯარიმები და რავი, პატიმრობა არის შემოღებული, თქვენი ბრალია. თქვენი ბრალია კი. იმდენი კეტეთ გზა და ისეთი აგრესიული ქმედებები გამოიჩინეთ ამ პოლიციელებს სამართალო დამცავების მიმართ, დაგიწერეს კანონები. ზოგადად კანონები იწერება სისხლით და პრაქტიკით. ეგრეა. იქ არავინ იმიდან არავინ არ კარნახობს ეს. და ეს ჩათლახები და ეს ბოზები კიდე. ბიჭო, ამოდენა ხალხი შემოიყვანეთ მაგის დედავატირე და ეხა გუშინ კიდე წავაწყდი რომ რაღაც კობახიძე ჩავიდა სადღაც და ვიღაც ახალი ინვესტორი მონახა და იმას უნდა ააშენებინოს რაღაც კიდე აქ სასტუმროები. ვიცია, რა გინდათ მაგის დედავატირედო, რომ საქართველოში აღარავინ დარჩეთ ქართველები? რა გინდათ, მითხარით, გამარკვიეთ, რა გინდათ, თო? მე ხალხო, ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, რომ ეს შეხმატკბილებული ურთიერთობა არაბებთან და ამ ჩამოსახლებულ მიგრანტებთან მიმართებაში ძალიან მალე გადაიზრდება რადიკალურ ქმედებაში, მტრულ ქმედებაში, იმიტომ რომ მოხდება ისინიც უკვე კარგად ხვდებიან რა სიტუაციებიც ირევა აქ საქართველოში და რაც იხარშება, ყველა კარგად ყველაფერს ხვდება. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მოგიწოდებთ მით უმეტეს ახალ თაობას 2000 წლიდან დაბადებული ზევით. ბიჭებო, ვაჟკაცებო, თქვენი ცხოვრება ისევე უნდა წარმართოთ თქვენ, რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა იმ ხალხთან ერთად, ვინებსაც დღეს ასე თუ ისე ძალა შესწევთ და რო რამე იყოს, გვერდში ფიზიკური დაპირისპირების დროსაც გვერდში ვიდგებით ერთად. არ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ეს ცხოვრება რაღაცზე გაგრძელდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესე აღარ იქნება რა. მე ესე მგონია პირადად, რომ ამ ნაკადით და ამ მიმართულებით თუ საქართველოს გააგრძელა მოძრაობა კიდევ 4 წელი, რა თქმა უნდა, იმ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. პრაქტიკა კარგად აჩვენებს, რომ მიგრანტების მასიური ჩამოსახლება რამდენად დამაზარალებელია ფიზიკურად უკვე ხალხისთვის, ადგილობრივებისთვის. მაგას პრაქტიკა კარგად აჩვენებს თუნდაც ევროპაში და ყველგან. და საქართველოშიც უკვე დაიწყო ნათლად. სხვათა შორის ეს ჭუბი რომ მოხდა, ისა მე რამოდენიმე თქვა, რომ ისა ამას წინათო იმაშიო საბურთალოზეო თურქებმა ცემეს ქართველიო თუ ქართველებიო აღარ მახსოვს. ქართველი თუ ქართველებიო. აი, ამ სიტუაციაში ვართ. ამ სიტუაციაში ვარ და ახალგაზრდებო რა, მოგიწოდებთ. ბიჭო, მარტო ლუდის სმა და ერთმანეთში რაღაცა იმეები საუბარი და კომპიუტერული ვიდეოს თამაშებით არ შემოიფარგლოთ. დღეს თქვენზე არის დამოკიდებული, რამდენად პროდუქტიულები იქნებით უკვე მომავლისთვის, ამ ქვეყნისთვის, საომრად, საბრძოლველად. რამდენად თავგანწირულები იქნებით. თქვენზე არის დამოკიდებული ყველაფერი. თქვენ თუ
ვერაფერის ვერ გააკეთებთ. კი არის ხალხის ზალა და არიან 90-იანელები და ქვევით კიდე და დარჩენილები. კი ბატონო. მაგრამ თქვენი აქტიურობა არის პირველ რიგში საჭირო ახალგაზრდების, რომ ეგება აი შეუგნებელ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგანან, ცოტა ტვინი გამოეფხიკოთ და ისინიც ასე თუ ისე გვერდში დაგვიდგნენ ამ თემიდან გამომდინარე. ეს ქვეყანა გვეღუპება. იმაზე როგორ არ ფიქრობთ ელემენტარული რომ ცოლებს რომ მოიყვანთ, შვილები რომ გეყოლებათ, სად უნდა გაზარდოთ. მარტო ის არის მაგის დედავატირე რომ სადღაც მიდიხარ გროპაც მაკაცები შეიკრიბებით, ერთ 5 ლიტრიან ლუდს იყიდით და დალებთ სიგარეტს, მოწევთ, პლანს გააბოლებთ და ეგ არის მარტო თქვენი ცხოვრება? ბიჭებო, ეგრე არ არის რა. დამიჯერეთ, შექმნით ოჯახებს. დაგიდგებათ ის რისკები თვალწინ. აი პატარა შვილს რო შეხედავ, შენ შვილს რო შეხედავ თვალებში, პატარას რო შეხედავ და გვერდზე რო მიმოიხედები არემარეში. რა საზოგადოებაში უნდა გაიზარდო შენი შვილი? ბრაზი მოგაწვება, ყელში დაგახრჩობს. ყელში დაგახრჩობს და შეიძლება იმ ზომამდე მიგიყვანოს, რომ გაგაბოროტოს. იმიტომ რომ შენ არაფერი გაგიკეთებია. რომ შენ გარემო შეგექმნა იმისთვის, რომ შენი შვილი გაზრდილიყო ნორმალურ გარემოში. არაფერი გაკეთებული მაგისთვის. გაატარე შენი ცხოვრება, რა ვიცი, ლუდისმაში, პლანის წევაში და ბრჭყალებში ძველი ბიჭობაში რა. ეგეც რო ქართველები ერთმანეთში მაგრები არიან. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს ნახავთ ახალგაზრდები და კომენტარებში დამიწერთ. დიდი იმედი მაქვს. ერთობა უნდა გქონდეთ ბიჭებო და თორე დაღუპულები ვიქნებით რა. დავიღუპებით. ხო ხედავ, მთავრობა არის და ყლეზე კიდია მთლიანად საქართველოს და ყველაა და ყველაფერი და არაბები არიან და ხო ხედავ უკვე პარპაშებენ. ისე მოხდება საბოლოო ჯამში. პოლიცია წინა რიგებში ჩადგება, უკან ეს დედამოტყნული მიგრანტები ჩამოუდგებიან და ჩვენ ერთად შემოგვიტევს პოლიცია და მიგრანტები, როგორც ლონდონში და იმებში სხვადასხვა ქვეყნებში ხდებოდა. მაგზომამდე არ მივიყვანოთ, ბიჭო, არ მივიყვანოთ, არა. და კიდე პოლიტიკურ ლიდერებს მოგიწოდებთ, კაცო. ხო. არ ვიცი, რავი. თქვენ ხელშია ბურთიც და მოედანიც. მე ფიქრობ, რომ ხალხი მზად არის ყველაფრისთვის. იმიტომ რომ უკვე ძალიან დარხეული აქვს. ძალიან დარხეული აქვს ამ საქართველოს და მოგიწოდებთ ყველას და ყველაფერში. რა ვიცი. როგორც პოლიტიკურად, ისე ყველანაირად მოახდინოთ ამ ყველაფერზე შედეგები და რეაგირება. არ ვიცი რა იქნება. კარგით, მადლობა და ღმერთი ჩვენსკენ დაგემშვიდობებით. კარგად იყავით.